მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ და მე ტელეწამყვანი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში თქვენი დრო, ეხლა მართალია ვარსკვლავები გვამსტობენ კვირას ვიყავი უკვე გადაცემაში, მაგრამ დღეს შეიძლება ახალი მაყურებელი ვყავს, რომელიც თქვენ დროს უყურებს და არა ვარსკვლავებს, ამიტომ მათთვის კიდევ ერთხელ მინდა ასე ვთქვათ დავიწყო გადაცემა მილოცვით, მით უმეტეს ხა ძველი ახალი წლის მერე არ გვინახე ერთმანეთი, შემოგარგებო გილოცავთ ახალ წელს ძველი თარიღით, ახალი თარიღით, გილოცავთ ქრისტესობას, გისურვებთ ყოველივე კარგს, ჯანმრთელობას, წინსვლას, ხვავს, ბარაკას, დიდ სიყვარულს. და ყოფილიყოს ფეხბედნიერი ეს წელიწადი ყველასთვის. მართალია, დაიწყო იგი ცოტა მძიმედ ხედავ თქვენ ამას, ამაზე გაფრთხილება გქონდა ჩვენ, ვინც უყურებდა ჩვენს გადაცემებს. მათ ხსომებათ, რომ ჩვენ გქონდა საგანგებო ამაზე გადაცემაც, გქონდა საუბარი, კვირასაც გქონდა ამაზე საუბარი, წინა წლის ბოლო გადაცემაში საგანგებოდ აღვნიშნე და მაშინ ალბათ გახსოვთ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება ახსოვს, რომ მე საგანგებოდ აღვნიშნე და ვთხოვე, რომ სათანადო ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღება ქონოდათ ამის მიმართ. არა მარტო გრიპის და უშუალოდ ვირუსის მიმართ, არამედ იმის მიმართ, რომ 6 იანვარს გქონდა მზის დაბნელება, მოგეხსენებათ ახალმთვარეობა და ახლა 21-ში გვაქვს მთვარის დაბნელება და სავსე მთვარეობა. ანუ გავდივართ ეგრეთ წოდებული დაბნელებების დერეფანს. ძალიან მძიმეა ეს ყოველთვის და ტრადიციულად ესე დროს მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პრობლემები, კონფლიქტები, შეიძლება იყოს ეკოლოგიური და სხვადასხვა სახის ტექნოგენური კატასტროფები და ჩვენ ხედავთ უკვე რამდენი ხალხი დაიღუპა იგივე გაზის აფეთქებასთან დაკავშირებით, იგივე ავტოავარიებთან დაკავშირებით, გრიპსი აღარ ვლაპარაკობ, ეს ცალკე თემაა, ხო? ამიტომ ეს ტენდენციები მოსალოდნელი იყოს სამწუხაროდ და ჩვენ ამ ტენდენციების წინაშე დავდექით სწორედ ეს იყო დაკავშირებული სწორედ ამ მოვლენასთან, ამიტომ მე მინდა ახლა ყველას გთხოვოთ, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ დერეფანში ვართ და 22-ის ჩათვლით მაქსიმუმად ყურადღებით ხილოთ ვიყოთ, განსაკუთრებული ყურადღება კვირას და ორშაბათს 20 და 21 რიცხვი. აქ ჩვენ გვაქვს ესე იგი დაბნელება მთვარის, აქ ჩვენ გვაქვს გეომაგნიტური დღეები, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას, მით უმეტეს მთვარე ამ დღეებში იქნება ლომის ზოდიაქოში, რომელიც მართავს გულსიზარღვან სისტემას და ასუსტებს მას, ამიტომ არაფერზე არ ინერვიულოთ ზედმეტად, განსაკუთრებით შაბათს, განსაკუთრებით კვირას და ორშაბათს. არავითარი სიმძიმეები ეცეთ არაწიოთ, რაც შეიძლება მშვიდად გაიარეთ და მიაქცეთ ყურადღება გულს. წნევა გაიზომეთ და ასე შემდგომ, რომ ამ სახის პრობლემებმა დამატებით სხვა პრობლემებისა და სხვა პრობლემებიც მოსაოდნელი, იგივე ეკოლოგიური და სხვა სახის ტექნოგენური კატასტროფების ტენდენცია აქ პიკს აღწევს, მოდით ვთქვათ ასე, ამასთან ერთად, რომ ამ დაგვარმა ტენდენციებმა არ ეჩინონ თავი. ეს იგი ჩემი თხოვნა ამასთან დაკავშირებით. ახლა მე უკვე მადლობები, რომ ტელემაყურებელი ეთერში ძალიან სასიამოვნოა თქვენი აქტიურობა. შემოვიყვანოთ მაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ეთერში ხართ, ბრძანეთ. მე მაინტერესებს რა დანიშნულება აქვს ყუს, რომელსაც აზის თავზე კი არა, თავის სახლზე მეორე პატარა ყუ და სად უნდა დავდგათ? კი ბატონო. ესე იგი, ყუს დანიშნულება ოპერალის სკოლისა უკავშირდება რას? აღმოსავლეთში და ფენშუის პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არის ხანგრძლივობის, ხანგრძლივი ცხოვრების და ჯანმრთელობის სიმბოლო. როდესაც კიდევ ყავს პატარა ყუ და შეიძლება იყოს არაერთი, არამედ რამდენიმე 2 ან 3 დაუშვათ, ხო? და არის კიდე სპეციალური ჩინური შადრევნებია გამოსული, სადაც 2-3 ყუ ერთად არის დედა და შვილები. ეს კიდე უკეთესი. ეს არა მარტო უკვე ჯანმრთელობის და არა მარტო ხანგრძლივი სიცოცხლის სიმბოლოები, არამედ ეს უკვე თან წყალთან მიმართებაში, იმიტომ რომ შადრევანია გაკეთებული ესეთი ლამაზი. ეს უკვე იზიდავს მეტად ფინანსურ, ასე ვთქვათ, სასწრებს და ხელსკობს უფრო მეტად ფინანსურ მოზიდვასაც კი. მაგრამ რაც შეეხება ესე იგი ყუ დიდი და ყუ პატარა ერთად როცა არიან, ეს არა მარტო ხანგრძლივი სიცოცხლის, არამედ ასევე გამრავლების ერთ-ერთი სიმბოლოა. და ამიტომ სიმბოლური მნიშვნელობა აქ არის ძირითადად სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჯანმრთელობის ზონის გაძლიერება და გამრავლების ზონის გაძლიერება. ეხლა რაც შეეხება სად და როგორ, მე მინდა გითხრათ, რომ აქ უკვე ჩვენ აუცილებლად საჭიროება გარკვეულწილად ფენშუის სპეციალისტის დახმარება, მათ შორის გაბატონი ეკა კვარაცხელიას, იმიტომ რომ ყველას შეიძლება კონდეს ეს აბსოლუტურად ინდივიდუალური, რომელი ზონა მისთვის საჭირო და რა გნებავთ თქვენ, ეს არის უნდა ჩამოყალიბდეს. ესე იგი თქვენთვის რა არის უფრო მნიშვნელოვანი დაუშვათ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ შემთხვევაში ყუს გამოვიყენებთ შადრევანთან ერთად და წყალთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად გამრავლების პრობლემა, ხო? ამის და მიხედვით
ფენშუის სპეციალისტი უკვე შეადგენს თქვენს პირად რუკას. პირად რუკაში გამოჩნდება რომელი ზონაა დაუშვათ ამისთვის საჭირო და კუ დაიდგმება იმ ზონაში, რომლის გაძლიერება, ინტენსიური განვითარება გინდათ თქვენ და თუ გინდათ ფინანსური მოზიდვა, ეს იქნება რომელიღაც გარკვეული თქვენთვის პერსონალურად ზონა, თორე ჩვენ რო ზოგადად ვილაპარაკოთ, შეიძლება თქვენზე ის ზოგადი არ მუშაობდეს, აი რა შეასაქმე, თორე ზოგადი კი შეგვიძლია საუბარი, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენთან მიმართებაში არ მუშაობდეს. ამიტომ მე მინდა ყველას თქვოთ ისე როგორც აიკეთება ინდივიდუალური ჰოროსკოპი, რომელიც სხვა სურათს მაძლევს და ზოგადი ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება ერთს ამბობდეს და პირადმა შეიძლება სერიოზული კორექტივები შემოიტანოს, ასევე ზუსტად ფენშუიში. ესე იგი სიმბოლო ზოგადად შეიძლება თქვა დაუშვათ ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე, კი ბატონო იზიდავს ფინანსებს, მაგრამ აი წელს და თქვენთვის კონკრეტულად თქვენი მონაცემებიდან გამომდინარე შეიძლება სხვა იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე იყოს წელს ამ ხრივ ფინანსური მოზიდვის ფაქტორი დაუშვათ კუს სიმბოლიკის გამოყენებით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ეს ვიცოდეთ და კარგი იქნება თუ პირად ასე თქვათ აქ არის რუკა ფენშუის რუკა შედგება ეს რუკა და თქვენ უკვე იქედან გეწოდინება თქვენ პერსონალურად რომელი ზონები გაქვთ კარგი რისთვის ჯანმრთელობისთვის რომელია კარგი რომელია ცუდი ფინანსებისთვის კარგი ცუდი კარიული განვითარებისთვის და ასე შემდგომ და უკვე რა შეიძლება იქ დაიდგას გეწოდინებათ რათა განვითარდეს ესეთ თუ ის სფერო უფრო მეტად აი ესეთი სახით ეხლა კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი გამარჯობათ გისმენთ ბრძანეთ ეთერში ხართ გისმენთ დიდი სიყვარული და პატივისცემა. დიდი მადლობა ჩემო კარგო, მადლობთ. მინდა გითხოთ, მე ვერთი კატა ვარ და ერთხელ თქვენი საუბრეთ თბილისის უბნები, რომელი ზოდიაქოა და როცა დრო გექნება თუ შეიძლება, აი სად შემიძლია ბინა ვიყიდო და ყველა რო ვიცოდეთ. დიდი მადლობა. მადლობთ, აი კარგი კითხვა, სხვათა შორის მე ამასთან დაკავშირებით რას ყველა ეს ასტროლოგიური კუთხითაც შეიძლება განისაზღვროს, მაგრამ მინდა გითხრათ რომ კარგი იქნება ფენშუის სპეციალისტის დახმარებაც, იმიტომ რომ აი ჩვენ მაგალითად ეხლა მე ახარ არ დავასახელებ ახალ სახელს და გვარს არის ერთ-ერთი ძალიან ახალგაზრდა საინტერესო მომღერალი ქართველი ოპერის შორის რომელიც ცხოვრობს მილანში, ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად გავიგებთ ალბათ მის სახელს და გვარს, იმიტომ რომ ძალიან პერსპექტიულია და სწორედ მან თხოვა მაჩეს კაბატონ ეკა კვარაცხელიას, რომ აი მილანში მას უნდოდა სწორედ აი ბინის ყიდვა და ძალიან საინტერესო იყო, რომ მე ხა დავუშვათ ჩემი ასტროლოგიური კუთხით აღვნიშნე და ამ შემთხვევაში დაემთხვა ჩვენი აზრები კაბატონო ეკამ ასევე ნახა რომელი ზონაა მისთვის კარგი, მათ შორის საცხოვრებელი კუთხით და იქ შემდგომ უკვე დაულაგა პროფესიონალური განვითარების კუთხითაც დაუშვათ საჯობია რომ მას დავუშვათ იქ ინსტრუმენტი ედგას საჯობია ძილი საჯობია დაუშვათ რომ იქ დავუშვათ სხვა სახის ატრიბუტებისთვის იყოს ადგილი ეს ყველაფერი დაალაგდა და ძალიან კარგად წანკმაყოფილია თვითონაც და ძალიან კარგად იმართება მისი ცხოვრება ამიტომ კი ბატონო გეთახმებით იმაში რომ მნიშვნელოვანია რა სკოლად შევიცოდეთ ქალაქის რომელი ზონა თქვენთვის უფრო მეტად სასიკეთო ეს ასტროლოგიურადაც დგინდება და ფენშუის კუთხითაც დგინდება ამ შემთხვევაში ჩვენი დაემთხვა ზოგჯერ შეიძლება არ დაემთხვეს მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ემთხვევა ჩვენი ეს ასე ვთქვათ ინფორმაციები მილანთან დაკავშირებით და ის კალბატონმა სწორედ იმ დაუშვათ სივრცეში მილანისა შეიძინა ბინა ამიტომ რასაკვირველია ეს მნიშვნელოვანია თქვენ თუ გინდათ რომელიღაც რაიონში გადასვლა რომ იცოდეთ რომ ახლა მარტო იმით კი არ უყუროთ რომ ეს რაიონი დაუშვათ ზოგადად მოგწონ თუ არა მთაგორიანია თუ მდინარე გადის თუ არა ზოგი ამ პარამეტრებს აქცევს ყურადღებას ეს კი ბატონო ეს უკვე გემონების ამბავია მაგრამ აქ თავარი ენერგეტიკული ველი ანუ თქვენი პირადი რუკა რას გვაძლევს რომელი ზონა თქვენთვის კარგი ხა წარმოიდგინეთ ნუ აი მაგალითისთვის ვიტყვი ხო აი თქვენ მაგალითად გინდათ უბრალოდ თქვენს რუკაზე გამოისახა რომ გამარჯვების ზონა იუპიტერის ზონა თქვენ გაქვთ დაუშვათ სამხრეთ დასავლეთი მხარე ეგ თბილისში ჩვენ უნდა ვიპოვოთ აუცილებლად სამხრეთ დასავლეთი მხარე აი წარმოიდგინეთ ხო აი შემოდიხარ მცხეთიდან და ეს არის ესე იგი ზონა აი ზევით უცებ აი ზევიდან რო წარმოიდგინოთ მარცხნივ მცხეთის ზონა მარჯვნივ ესე იგი ეს ორთაჭალის ზონა აი ზევიდან დაყურებთ თბილისს ესე იგი სამხრეთ დასავლეთი მხარე აი ზონა უნდა იყოს თქვენი აი ამ ზონაში უნდა იპოვოთ ბინა აქ არის წარმატების ფაქტორი, მაგრამ თქვენ ამ დროს შემთხვარე ყავ დაუშვათ იქ ზონაში უკავშირდება აღმოსავლეთ მხარეს.
და ამ დროს ყიდულობთ ბინას აი აღმოსავლეთ მხარეს. ასე ყოფილა იმ ზონაში მეტი სირთულეები და პრობლემები შეგექმნებათ იმ ბინაში. ამ დროს შეიძლება ბინა გადასწარებია, სახლი გადასწარებია, მაგრამ სულ რაღაც სირთულეები იქნება და ვერ მიხვდებით, რომ ეს სწორედ ენერგეტიკული ველი აი ამისა გიქმნით ამ სირთულეებს. ამიტომ რას საკვირველია ყველა სხვა პარამეტრთან ერთად, რომელიც პირადი ჰოროსკოპიდან გამომდინარეობს და ასე შემდგომ ფენშუის ეს მომენტიც და მათ შორის ასტროლოგიური ეს მომენტიც მნიშვნელოვანია, რომელ რაიონში ცხოვრობ და ის რაიონი რამდენად წარმატებულია თქვენთვის აი ამ თვალსაზრისით. ამას მეგცეთ ყურადღება. ეხლა კიდევ ყავს ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. მიხეილ, მინდა ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ. დიდი მადლობა, მეც გისურვებ ჩემო კარგო კარგს. მადლობა. აი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან. ჩემი შვილი დაბადებულია 95 წელს ტახის წელს და ტყუპები არის და ბოლოს 3 წელი ჰქონდა ძალიან რთული. აი უმძიმესი გარდაეცვალა მამა, დამთავრებული აქვს შავის სახელმწიფო მართვის ფაკულტეტი, ვერც სამსახური, ვერც ვერაფერი და როგორ იქნება ბატონო მიხეილ, აი ეს წელი მისთვის მიახლოებით მაინც რომ უკეთესი, გაცილებით უკეთესი. კი, იმიტომ რომ ტახის წელიწადი მართალია ჯერ არ დაწყებულა, ეს დაიწყება 5 თებერვალს, მაგრამ 5 თებერვლიდან უკვე ნელ-ნელა ის სხვანაირად იგზნობს თავს, იმიტომ რომ ტახი აუცილებლად თავის ენერგიებს შემოიტანს, გაცილებით უკეთ იგზნობს თავს, ენერგოტონუსიც მოემატება, განწყობაც უკეთესი იქნება. კი ბატონო, აქ იცით რა შეასაქმე ახლა ტრადიციულად მე ყოველთვის ვამბობ, რომ წინა წელიწადი მძიმეა, ისე როგორც ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის დასავლური კალენდრი წინა თვეძნელი მძიმეა დაბადების, მაგალითად თქვენ თუ ხარ დაბადებული თევზების ზოდიაქოს ნიშნით, ხო? აი დავუშვათ მარტის ზონაში, ან მაგალითად მერწყული ავიღოთ, ხო? აი მერწყულისთვის ახლა არის ყველაზე მძიმე პერიოდი 21 რიცხვის ჩათვლით. ანუ ეს არის დაბადების წინა ზოდიაქოს, როცა გადის მზე, ანუ თხის რქას. სანამ იგი გადავა დავუშვათ მერწყულში გადის თხის რქას, ხო? აი თხის რქას ზონა 25 დეკემბრიდან 21 იანვრის ჩათვლით ყველა მერწყულისთვის არის უმძიმესი. ენერგოტონუსი დაბალი, ებულიანობა ნული, ემოციური განწყობა დაძაბული და შემდგომ. ასევეა ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის. წინა მათი ზოდიაქოს ნიშნის პერიოდი არის მძიმე. იგივე ეხება აღმოსავლურ კალენდრის ზოდიაქოს ნიშნების პრინციპებს. აქაც იგივეა, ესე იგი უყურეთ თქვენ ტახის წელიწადში დაბადებულისთვის რა საკვირველია წინა წელიწადი ძაღლი, ყველაზე ალბათ გარკვეულწილად რთულია, იმიტომ რომ ეს არის ფაქტობრივად მათი დაბადების წინა ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც უქმნის ტრადიციულად პრობლემებს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ აი ალბათონ ეკა კვარაცხელია კარგად იცნობ თქვენ ფენშუის სპეციალისტს, რომელიც ასევე ტახის წელიწადში დაბადებული, აი მასაც 2018-ში გარდაეცვალა მამა. ასევე მძიმე მომენტები ჰქონდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველას უნდა ჰქონდეს პრობლემები და რაღაც სასიკეთო არ უნდა იყოს. კი, შეიძლება რაღაც სასიკეთოც იყოს, მაგრამ სირთულეები აუცილებლად არის ტრადიციულად. ამიტომ მე მინდა გითხრათ, რომ აი 5 თებერვლიდან ის გაცილებით უკეთ იგზნობს თავს, წარმატების ფაქტორები თანდათან მოიმატებს, იმიტომ ტყუპებისთვისაც ეს წელიწადი 19 უკეთესია ვიდრე 18, ტახისთვის ხო საერთოდ იგი იწყებს ახალ 12 წლიან გამეტარების ციკლს, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ წელს გაცილებით უკეთ იქნება და უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს და ეს ცხოვრების სრული პრობლემები ამით ჩაბარდება მეტად წარსულს. ეხლა კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, შემოვიყვანოთ ეთერში, დიდი მადლობა ესეთი აქტიური ყურადღებისათვის და კითხვებისთვის ყველას. გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. როგორც ანდავით ბატონო მიხეილ, მაინტერესებს ანუ ლაბორატორი მყავს ძაღლი, ზოდიაქოსი არის მშილდოსანი 2017-ის 14 დეკემბერს არის დაბადებული და ანუ ძალიან არეულად იქცევა, არ ვიცი რას დავაბრალო, ძალიან გიჟობს და ასე ვთქვათ, ხვირის და ანუ ვერ სიძინებს და ვერ ანუ ძალიან ენერგიულია, ვერ ისვენებს. კი, ჰიპერაქტიულად იქცევა. და თქვენ რა ხართ ზოდიაქოთი? მე სასწორი. სასწორი. და გიჭირთ ურთიერთობა თუ კარგად უგებთ ერთმანეთს? იცით რა, თავიდან სან აი რაღაც 6 თვემდე ძალიან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ მე უკვე აირია და ძალიან ჰიპერაქტიული გახდა და ანუ ვერ სიძინებს სულ ჭამს ინტენსიურად და ანუ ძალიან შეცვლილია და მაინტერესებს ეს ისი ბრალია რომ დამეხმარა. ავია თუ არა? არა, ავი არ არის, უბრალოდ ძალიან ჰიპერაქტიულია. ხო, მესმის ჩემო კარგო. კი ბატონო, გიპასუხებთ, მაგრამ ნუ ესე იგი მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ასტროლოგია ყველაფერზე მოქმედებს და ხშირად უკვირთ ხოლმე, ხა იმ დღეს გქონდა საუბარი ერთპირობ და აიქაც ზაღლებს შევეხეთ სხვა ჩვენს და კატებზეც იყო საუბარი და როგორ ცხოველებზეც მოქმედებს. აბა ცხოველი ცოცხალი არსება არ არის კი, მაგრამ თქვენ როგორც ცხოველები კი არა, მინერალებზე მოქმედებს, ქვებზე და იქაც ჩვენ გვაქვს ზოდიაქოს
ზოდიაქოს ნიშნების და მიხედვით მინერალები და ქვები დაყოფილი. მცენარეებზე მოქმედებს მცენარეთა ასტროლოგია არსებობს, ხო? და ეხლა ცხოველი მით უმეტეს ზეგავლენას ახდენს მცალ თვარემზე, დაბადების ესე იგი მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად უკვირთეს. რატო? და თქვენ წარმოგიდგენთ შილდოსთვის ზოდიაქოს ნიშნის ძაღლი ყავთ გვერდზე. მიხვდეთ იმიტომ რომ ლაბრადორი არ არის ისეთი საერთოდ ისეთი აქტიური ძაღლი, როგორც მაგალითად არის დობერმანი ან რომელიღაც სხვა დაუშვათ, რომელიც ის იშვიათად რო ისვენებდეს, ხო? მაგრამ ამ შემთხვევაში გააჩნია ლაბრადორი რო ყოფილიყო თხისრქა, იქნებოდა გაცილებით 7 და წყნარი. მაგრამ თქვენ ყავთ შილდოსანი, რომელიც ცეცხლის სტიქიის ლაბრადორია, ამიტომ შილდოსანი, ახლა ნახეთ ადამიანები, რომელი ისვენებს. მიხეილ სააკაშვილი აგერბატონ შილდოსანი ყავდა. მოსვენებული გახსოვთ 3 საათია ძინო სულ. ამიტომ ჰიპერაქტიურები არიან, ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებიან. შილდოსანი ძალიან კონტაქტური იქნება ეს ძაღლი, ძალიან ესე თქვი აქტიური და კონტაქტური და მოუსვენარი, რაც შეიძლება მეტად უნდა ატაროთ, მეტი უნდა ირბინოს, ეს მეტად უნდა დაატვირთოთ, მოდი თქვათ ასე, რაც უფრო მეტად იმოგზაურებთ ერთად ტურისტულ ლაშქრობები გეკნებათ, აი ამ ძაღლისთვის ეს არის საჭირო. თქვენ თუ მას დიდხანს გააჩერებთ სახლში ვერ მოისვენებს, რომ გაგიჟდება, იმიტომ მას უნდა სუმოძრაობა, სირბილი, რაღაც თამაშები და ასე შემდგომ, ამიტომ სახლში ძალიან შეგაწუხებთ. ამიტომ ჯობია მეტად შეძლების და გვარად გავიყვანოთ, რომ ბევრი ირბინოს, დაიღალოს, კარგად რომ მე სახლში ცოტა ასე ვთქვათ წესიერად წყალებში მოიქცეს. სხვანაირად ძნელია, იმიტომ რომ თქვენ აი ეს ყველა გაითვალისწინეთ, შემოკარგებო, მარტო ის არ არის, რომ ძაღლი უნდა აიყვანოთ და მოიყვანოთ სახლში, არა. ერთი ითვალისწინებთ, ის ძაღლი მოგწონთ, არ მოგწონთ, რა ჯიშია და შემდგომ ეს გასაგებია, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება ძაღლების ასტროლოგიას, რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება, თორემ მე აქ კიდე კარგია, რომ ეს პატრონი და ძაღლი, სასწორი და მშილდოსანი ეს ნიშნები მეტნაკლებად უგებენ ერთმანეთს და პრობლემა არ არის. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა მისი პატრონი რო ყოფილიყო დაუშვათ ქალწული. ძალიან მძიმე სურათი იქნებოდა, იმიტომ რომ მათ უკვე დაეწყებოდათ არა მარტო ეს ჰიპერაქტიურობის პრობლემა, არამედ ენერგეტიკული შეუთავსებლობა. და შეიძლება იმ ძაღლს ეკბინა კიდეც. ანუ აქ უკვე რაღაცა სხვა მომენტები ჩდება, როდესაც არის ესეთი შეუთავსებლობა. ამიტომ უნდა იყოს ენერგეტიკული შეთავსება, ეს ერთი და მეორე გაითვალისწინეთ, რა ფსიქოტიპის არის თქვენი ძაღლი. თუ თქვენ გინდათ 7 ძაღლი, შეიძინეთ მაშინ ის ძაღლი, რომელიც დაიბადა 21 მაგალითად დეკემბრის შემდგომ თხისრქა, ან რომელიც დაიბადა მაისში დაუშვათ 21 რიცხვამდე კუროს ნიშანი, ან ქალწულში სექტემბრის 23 რიცხვამდე, აი ეს ძაღლები იქნებიან მშვიდები, წყნარები, მაგრამ თუ თქვენ შეიძინეთ ვერძი ძაღლი, ან ტყუპები, ან შილდოსანი, ამათ რა გააჩერებს, შემკარგებო, ამათ ენერგია გადმოსდით და თუ ეს ენერგია არ დახარჯეს სატანადოდ, ეს ძაღლი შეიძლება მე სახლში გაგიჟდეს და კიდევ უფრო გაგაგიჟოთ. ამიტომ ასე ვქვია, მოგიწევთ საკმაოდ დიდი ძალისხმევა და ძაღლის საკმაოდ დატვირთვა. და ეს რა ფორმით, ეს უკვე თქვენ მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება რომ ეს ძაღლი მეტად დაიტვირთოს, რომ მე ცოტა დაიღალოს და სახლში უფრო ასე ვთქვათ, მშვიდი იყოს. კიდევ ყავს ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ ეთერში ხართ. გისმენთ? გამარჯობათ, ბრძანეთ. რა კითხვა გაქვთ, გისმენთ? დაგვეკარგა ტელემაყურებელი, მაგრამ არა უშევს, ალბათ შემოვა ისევ ეთერში, ხდება ესეთი რამ. ყოველ შემთხვევაში ეს კარგი კითხვა იყო და მე არც მახსოვს, როდის იყო ესეთი კითხვა კიდე აი ძაღლებთან დაკავშირებით და მე უსის მინდა გითხრათ, რომ იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც აინტერესებდა მცენარეთა ასტროლოგია. და ესეც მინდა გითხრათ, რომ კი მცენარეებზეც რა სკოლა საკმაოდ ზეგავლენას ახდენს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარტო ის კი აი ესე არ განსაზღვროთ, რომ აი მე ძაღლი მომწონს, გარეგნულად ამ მცენარე მომწონს, ეს კი ერთ-ერთი ფაქტორი არის, ასე ვთქვათ, მიმზიდველობა. მაგრამ მეორე შეიძლება ეს მიმზიდველი იყოს, მაგრამ მე თქვენთვის იყოს ძალიან ცუდი ენერგეტიკული კუთხით. ეს მცენარემაც შეიძლება პრობლემების შექმნას, თუ მის ენერგეტიკა თქვენს არ ემთხვევა. ამიტომ არა იგივე ქვებთან, მინერალებთან ჩვენ რატო საზღვრავთ განსაკუთრებით სიფთხილით, არა ის რომ მარტო თქვენ ეს ქვა მოგწონთ. თავარი ეს ქვა რაზე გავლენას ახდენს თქვენზე. იგივე დავშეთ ახლა განსაკუთრებით მოდაში ოფსიდიანის ქვა. კი ბატონო, ზოგადად გადასწარავი ქვა, მშვენიერი მონაცემები აქვს ამ ქვას, მაგრამ გააჩნია ვისთვის, ხო? ეხლა მაგალითად კურო ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ოფსიდიანთან. იგივე ეხება მორიელს, მაგრამ მორიელს ნაკლებად. ერთ-ერთი ქვა შეიძლება იყოს ოფსიდიანი მისთვის, მაგრამ აი კუროსთვის უფრო უარესია. მაგრამ ლომ შეუძლია მშვენივრად ატაროს ოფსიდიანი. ამიტომ მაგრამ ეხლა ეს ზოგადად გეუბნებით. ეხლა უყურეთ პირადი რუკა გაიხსნა და რას ვხედავ, რომ ადამიანს, რომელიც ნებისმიერ ზოდიაქოს ნიშანი შეიძლება იყოს და ამბობენ ლომის ზოდიაქოში აღმოჩნდა შავი მთვარე. იმისთვის კატეგორიულად არ შეიძლება ოფსიდიანი.
თორე ობსიდიანი შემოიტანს ნეგატიურ ენერგიებს და დააბინძურებს მის აურას. ამიტომ აქ ქვებშიც კი ეს ზეგავლენა არის. ამიტომ ცხოველებზე, მცენარეებზეც ეს ყველაფერს გულემოქმედებს. მე მგონი კიდევ ყავს ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ თუ ხართ ეთერში. გამარჯობათ ბატონო. გამარჯობათ. მე ესეთი კითხვა მაქვს. პრობლემები მაქვს ოჯახში მოკლედ ვეღნაირი და დაკვირდი ახლა ჩემს სახლს და მარცხენა აი შუა ოთახი, ასე ვთქვათ, აი საერთო ოთახი, სადაც თავს ვიყრით ხოლმე, მარცხენა კედელზე, მარცხენა მხარეს. მიკიდია სურათი, ძალიან სასიამოვნო ადამიანის მიერ დახატული სურათია, მხატვარი გარდაცვლილია, მაგრამ თვითონ ეს ქალი იყო უსახლკარო. ავადმყოფი, ბოლოს ძალიან გაუხუჭდა ხასიათით და აი ის სურათი მაგონებს ამ ქალს და ბოლოს აი ზუსტად ეგ პრობლემა მაქვს მე ოჯახში. და ჩამოვხსენი ახლა მე ის სურათი ამ ახალ წელს რაღაც აღარ მომინდა და იმის ადგილას დავკიდე ნაძვის ტოტი. ბატონო მიშა, ახლა ვიცი ეს ქალბატონი ეკას პრეროგატივა, მაგრამ იქნებ თქვენ მირჩიოთ, აი მარცხენა მხრია, სამხრეთის კედელია უბრალოდ, სამხრეთის კედელი, შუა ოთახში რითი შეიძლება გავაძლიერო ეს მხარე, ის სურათი სხვაგან გადავიტანე. არა, ეხლა მე ერთ კითხვას დაგისვათ თქვენ ესეც. ესე იგი მარცხენა მხარე არ არის საკმარისი. ის რომელი ზონა აღმოსავლეთია, დასავლეთია? სამხრეთის კედელია. სამხრეთის კედელია. კი ბატონო, სამხრეთის კედელია. სწორედ ქალბატონი ეკა ჩვენ გვეყოლება, მე მგონი 1 თებერვალს იქით პარასკევს. ამ ერთის შემდგომ პარასკევს, იმიტომ რომ გვესაუბრება 5-ში ჩვენ გვეწყება აღმოსავლური კალენდრი ტახის წელიწადი და გვესაუბრება კიდევ ამ წელიწადთან დაკავშირებით პრეროგატივებზე და ამ კითხვასაც დაუსვათ მას, რომ უფრო ზუსტი პასუხი მივიღოთ მისგან, მაგრამ ეხლა მე აქ სხვა რაღაცა მაფიქრებს, უფრო ზოგადად ცუდი არ არის, რაც თქვენ გააკეთეთ და რაც ჩამოკიდეთ, ნაძვი, კი ბატონო, ცუდი არ არის, თავის აკუმულაციას გააკეთებს და შეისრუტავს იმ უარყოფით ენერგიას, რომელიც იქ არის, მაგრამ მე ეს ნაძვი აუცილებლად უნდა გადააგდოთ იქიდან, ცოტა ხანი იყოს, ეს ენერგია შეიწოვოს და მე მოაშორებთ სახლიდან. მაგრამ ეხლა მე უფრო სხვა რამე მაინტერესებს ის სურათი საწავიდა. ის სურათი თქვენ შეინახეთ ხო და კიდევ სახში. და თქვენ გონიათ რომ ის არ სად არის ეს სურათი? არა, სურათი გავიტანე ლოჯიაში და ეხლა ჩემ მეუღლებ ჩამოკიდა ეს ადგილას, მაგრამ მეუთხარი ჩრდილოეთის კედელზე ჩამოკიდა ეს სურათი. აჰა, არა. ეხლა მოდით, აი ეს ყველა საინტერესო იყო. ეხლა ჩემო კარგებო, ესე იგი თქვენ ნახეთ, თქვენ გაქვთ წყარო მოდით ვთქვათ ასე, და თუ გინდა დენის წყარო დავარქვათ ამ სურათს, სადანაც მოდის უარყოფითი ენერგია, ხო? ეს არის ენერგია, ახლა მეხუთე სიმფონიას ბეთჰოვენმა როდის დაწერა, წარმოიდგინეთ, ხო? მაგრამ აშკარად იყო ავიძალების ზეგავლენის ქვეშ. თუმცა გენიალურია ეს სიმფონია უდავოდ, ხო? მაგრამ ყველა პროფესიონალური მკვლელი სანამ გავა თავის საქმეზე, უსმენს ამ სიმფონიას. ეს სოფლიოში ცნობილია. რატო? იმიტომ რომ აძლევს აი რაღაც იმ ენერგიას, რომელიც კარგია შემდგომ მათი პროფესიონალური საქმიანობისათვის. ესე იგი ნახეთ რა ხდება, იმან ჩართვა ეს დენის წყარო, ეს აქვთ მკვლელებს, მეხუთე სიმფონია ბეთჰოვენის. თქვენი წყარო არის ეს სურათი. შეიძლება ახლა იმ ქალბატონს არ ვერჩი, მაგრამ უბრალოდ ეს იყო პრობლემური ადამიანი, რომელსაც ჰქონდა დაავადება. გინდა თქვენ თუ არ გინდათ, როცა ის ქმნის რაღაცა ნაწარმოებს მეტმოეთას ხატრულს, აუცილებლად გადააქვს თავისი ენერგეტიკა. ენერგეტიკული კოდი მისი ენერგიის აუცილებლად გადადის, იმიტომ რომ თვალი უყურებს ამას, ხელი მუშაობს, მთელი მისი სხეული არის შესული მთლიანად ამ სურათის კომპოზიციაში, როცა ეს კომპოზიცია იქნება, ამიტომ ძალიან დიდი ენერგეტიკა აქვს სურათებს. მე მინდა გითხრათ, რომ ცხონებულ ადონ ვახტანგ ჩეოლიშვილს თავის დროზე და მის მეუღლეს, ეს მრავალი წლის წინ იყო, როცა ვნახე მათი კოლექცია სურათების სახლში, ერთ-ერთი სურათი ძალიან არ მომეწონა. გენიალური ნახატი იყო, მაგრამ კომპოზიციური და სიუჟეტური იყო საშინელება და ამიტომ მე ვთხოვე, რომ აი ეს სურათი როგორმე სახლიდან გაეტანოთ საერთოდ, ან გაეყიდათ, ან რაღაცა ეკნათ. თორემ კი გენიალური იყო და თან სერიოზული მხატვრის ნაწარმოები იყო, მაგრამ ისეთი სიუჟეტი იყო, ის აუცილებლად მე ვუთხარი, რომ მოგიტანთ პრობლემებს, აუცილებლად მოგიტანთ უსიამოვნებებს და რა უსიამოვნებები
სხეულიშვილის ოჯახში თქვენ უკვე იცით კარგად, ხო? ანუ იმან ადრეა თუ გვიან იმუშავა, იმიტომ რომ ხელი არ ახლეს იმ სურათს. სამწუხაროდ და არასერიოზულად მეუბნდნენ აი ამ ასე ვთქვათ რჩევას. ასევე გირჩევ თქვენ, სურათმა შეიძლება ადამიანი დაღუპოს, ოჯახი არიოს. ძალიან ბევრი ცნობილი სხვათა შორის აი გახსოვთ თქვენ თავის დროზე რუსეთის ერთ-ერთი ისეთი ისტორიული პიროვნება გენერალი სტოლიპინი. სტოლიპინის დაღუპვაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. სტოლიპინი დახატეს. და სურათი აღმოჩნდა ორიგინალი უფრო უკეთესი ვიდრე თვითონ სტოლიპინია. და როცა ესეთ სურათი იხატება, ეს ადამიანი აუცილებლად კვდება. ეს უკვე ისტორიულად ცნობილია და ამაზე უამრავი ნაწარმოებებიც კი არის შექმნილი, რომელი სურათი, რომელი პიროვნების ცნობილი დაიხატა და ძალიან მალე ეს პიროვნება ანუ ორიგინალზე უკეთესი სურათი არ უნდა იყოს. ეს ცნობილი, ანუ რის თქმა მინდა, ახლა ამ შემთხვევაში ცოტა სხვა თემაა, მაგრამ რის თქმა მინდა, რომ სურათს აქვს ძალიან ძლიერი ენერგეტიკა. აქ არის ჩადებული ამ სურათში უარყოფითი ენერგეტიკა, მათ შორის დაავადების, პრობლემის და ასე შემდგომ. ამიტომ ეს სურათი უნდა იყოს გატანილი თქვენი სახლიდან, საერთოდ უნდა მოშორდეს თქვენი სახლის აურა, სანამ ის არის თქვენ სახლში, ის ვიბრირებს, მოქმედებს და ახდენს ამ ნეგატიურ ენერგიების, ასე ვთქვათ, თქვენ სახლში თქვათ გათქვიფას ამ ენერგიებისა, რომელშიც თითოეული თქვენთან გამო იტკიფება და ეს ქმნის უკვე თქვენ შორის ასკვლელ დაძაბულობას და პრობლემებს. ამიტომ ჩემი რჩევა გასაგებია, შეიძლება ახლა არ გინდათ ამ სურათის დაკარგვა და შემდგომ, მაგრამ მე მგონი სხვა რაღაცის დაკარგვას უმჯობესია რომ ისევ სურათი დაკარგოთ. გაიტანეთ და ასე ვთქვათ, ახლა გაყიდით თუ რას იზავთ, ეს უკვე თქვენი ნება. ოღონდ აი თქვენ სახლში ეს სურათი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ-ერთი პრობლემური მომენტია, სანამ არ დაავადდა ოჯახის წევრები და ისეთ ტენდენციები არ შეექმნა როგორც იმ ქალბატონს და დროულად, ასე ვთქვათ, უშველეთ თქვენს თავს ეს სურათი მოიშორეთ და ის ნაძვი ცოტა ხანი იყოს და მე აუცილებლად ისიც გაიტანეთ, რომ მოხდეს იმ ენერგიის იქიდან გატანა და ასე ვთქვათ აკუმულაცია. ეს ჩემი რჩევა ამასთან დაკავშირებით. თუმცა თვითონ მოვლენა საინტერესო. კიდე ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით, გიორგos ახალწელს. თქვენც ასევე, მადლობთ. კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ესე იგი, მაინტერესებს, როგორი იქნება ჩემი ურთიერთობა სასიყვარულო კუთხით ადამიანთან, რომელიც დაბადებული 23 ნოემბერს, მშვილდოსანია. მაშინ როცა მე ვარ თევზები და სატურნი მყავს მშვილდოსანში, ასევე თეთრი მთვარე მშვილდოსანში მყავს ურანიც და მარსიც. ერთი წუთით სატურნი, ურანი, მარსი და კიდე? თეთრი მთვარე. თეთრი მთვარე. ეხლა წლებში რამდენია განსხვავება? 85-იანია ის და მე ვარ 86-იანი. 6-იანი. ნუ წლებს კიდე მეტნაკლებად არ აუშავს. მე ესე იგი ამ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, ოღონდ ჩვენ ახლა მოგვისტრო რეკლამამ, ცოტა ხნით გავოთ რეკლამაზე და ამის შემდგომ უკვე გესაუბრებით ამ თემაზე. სარეკლამო ტიხარი გვაქვს ჩვენ ეთერში. შენ ერთიც დაგაქვს. ნუ რაფერს მისცემ უფლებას დაგაბრკოლოს. განსაკუთრებით ჩვენ სევეთერში ვართ რეკლამას რაბად გაერბინა და ესე იგი მე პასუხობ ჩვენს ტელემაყურებელს. ნუ კითხვა იყო ესეთი გახსოვთ რომ ესე იგი მშვილდოსანი ყავს შეყვარებული, თვითონ თევზებია და მშვილდოსნის ზოდიაკოში მის პირად თევზების ზოდიაკოს რუკაში აღმოჩნდა მარსი, სატურნი, თეთრი მთვარე, ანუ ეგრეთ წოდებული სელენა მფარველი ანგელოზი. ესე იგი შემოკარგებო, მე მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ თქვენ შორის სიმშვიდე ვერ დაისადგურებს, იმიტომ რომ იქნება ან ძალიან კარგი ხან ურთიერთობები, ხან იქნება სამკვდრო საიცოცხლო ბრძოლა. ეხლა არ მგონია ეს ინფორმაცია სასიამოვნო იყოს თქვენთვის, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და არა თევზების ფანტაზიებში გადავარდეთ და ეხლა რატომ მე აგიხსნეთ. დროში დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ მშვილდოსანი და თევზები 50-50-ია. ერთ-ერთი რაც მათ აერთიანებთ არის ის, რომ პლანეტა იუპიტერი ასევე ერთ-ერთი თანამმართველია, არა მარტო მმართველია მშვილდოსნის, არამედ თანამმართველია თევზებისა და ეს რაღაც დაუშვათ გვაძლევს გაერთიანების შანსს. მაგრამ სამაგერო თევზებსა და მშვილდოსანს შორის 90 გრადუსიანი დაპირისპირება, ანუ პრინციპში ენერგეტიკულად ანტაგონისტები არიან. ერთი განეკუთვნება ცეცხლის სტიქიას, მეორე წყალს. ახლა წყალი და ცეცხლი ბუნებაში როგორ მეგობრობენ, ძალიან კარგად იცით. ვერ მეგობრობენ. და აქედან გამომდინარე, რომ უკვე ანტაგონიზმი. ეს რაც შეეხება წმინდა ზოდიაკოს ნიშნებს. ეხლა შეეხება თქვენს პარამეტრებს პირადი ჰოროსკოპიდან გამომდინარე,
თქვენ ყავთ ფარველი ანგელოზი მშვილდოსანში. ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ის პიროვნება დრო და დრო იყოს თქვენთვის ნამდვილი ფარველი ანგელოზი. დაამხმარე, ძალიან კარგი ურთიერთობები გქონდეთ მასთან, ურთიერთგაგება მაღალ დონეზე აიყვანოთ, კი ბატონო, დრო და დრო ფარველი ანგელოზი ნამდვილად დაგეხმარება თამაში. მაგრამ იქვე გვაქვს ორი ბოროტი პლანეტა ყავს, ხო? ანუ მშვილდოსანში თქვენს პირად ჰოროსკოპში არის სატურნი, მუხრუჭი პლანეტა და მარსი, აგრესიის და ომის მმართველი, ხო? შესაბამისად, დრო და დრო გექნებათ აუცილებლად კონფლიქტები, დრო და დრო იგრძნობთ, რომ ეს პიროვნება ხან თქვენი ფარველი ანგელოზია და ძალიან გეხმარება და ხან რაღაცით გრგუნავთ, რაღაცაში ხელს გიშლით და ასე შემდგომ. აი ეს შეგრძნებები აუცილებლად გექნებათ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, იმიტომ რომ აი ეს პოზიცია ქმნის ამას. მე რო გითხრათ, რომ არ გექნებათ დათქმულან, არ გექნებათ მისთან კონფლიქტი, ნუ ესე გეტყვილს ამბობ. ფარველი ანგელოზი კი გეხმარებათ, კი მაქსიმალურად ცდილობს გაანეიტრალოს, მაგრამ ორი ბოროტი პლანეტა ყავს გვერდით და ამიტომ ეს მუდმივი ბრძოლაა. ეს ვარ ყოფილიყო, მაშინ სხვა ამბავია, მაგრამ გაქვთ ცუდიც, გაქვთ კარგიც. ამიტომ იქნებით ხან კარგ დამოკიდებულებაში, ხან ცუდ დამოკიდებულებაში. ეს ასე ვთქვათ, აი ამასთან იქნება ყოველივე დაკავშირებული. კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გისმენთ, თუ გაქვთ კითხვა, მზად ვარ გიპასუხოთ. გამარჯობათ, ბატონო მიხეილ. გამარჯობათ. თქვენთან შეკითხვა მქონდა. დიახ, გისმენთ. ვარ 72 წლის 25 ნოემბერს დავარდებული. დიახ. ძალიან მაინტერესებს და საზღვარგარეთ გასვლა ერთის და უშედეგოდ წარე. რამდენად წარმატებული იქნება განმეორებითი სა. კი, მე მგონია რომ გიღებთ, იმიტომ რომ ნუ ჯერთი 25 ნოემბერი ჩემოკარგო მშვილდოსანია, ხო? ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მშვილდოსანში ახლა შესულია უკვე იუპიტერი, გამარჯვების მმართველი პლანეტა, უკვე წარმატების ფაქტორი თქვენი აქ აშკარად ამაღლებულია. შემდგომ მართალია ვეცხის წელიწადში ხარ დაბადებული და აქ უკვე 5 თებერვლის შემდგომ პერიოდი უკეთესია, მაგრამ ნუ ახლაც უკვე არაუშავს ყოველ შემთხვევაში და გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ გახსოვთ ალბათ, რომ ეს წელიწადი ერთ-ერთი საუკეთესო უცხოეთთან აქტიური კონტაქტების კუთხე და მით უმეტეს მშვილდოსანთათვის, რომლის იუპიტერი ისედაც გადის ახლა სწორედ მშვილდოსნის ზოდიაკოს და მშვილდოსანი ეს არის უცხოეთის ზონა. ამიტომ მე მაგალითად აი ახლა გირჩევდით, რომ ცოტა მშვიდად გავიაროთ, მოდით ეს კვირა. სადღაც აი 22 რიცხვის შემდგომ უკვე თანდათან მოვემზადოთ. 22 რიცხვის ჩათვლით ძიმე პერიოდი გვაქვს და დანაკარგების გარეშე გავიაროთ. აი 22 შემდგომ თქვენ ნელ-ნელა იგრძნობთ, რომ ენერგოტონუსიც მატულობს, განწყობა უმჯობესდება თქვენი და უკვე თანდათან შესაძლებლობები უცხოეთთან კონტაქტისა იქნება საკმაოდ კარგი. ამიტომ წლის ბოლომდე აუცილებლად გამოიყენეთ უკვე აი ახლა 22-ის შემდგომ ეს პერიოდები, სადღაც 22-25-დან, როცა უკვე თქვენ გრძნობთ, რომ თქვენი ენერგოტონუსიც უმჯობესდება განწყობას, უკვე დაიწყეთ შემზადება იმისთვის, რომ ეს წელიწადი გამოიყენოთ. და იმედია, რომ ეს თქვენი მეორე, ასე ვთქვათ, ურთიერთობა უცხოეთთან იქნება გაცილებით უკეთესი და წარმატებული. ყოველ შემთხვევაში ასტროლოგიური პარამეტრები ამაზე მიუთითებენ. კიდევ ყავს ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. რა მაინტერესებს იცით, ძმა მყავს ლომი ხარის წელიწადში. აქვს ამჟამად რაღაც ფინანსური პრობლემები, თვის ბოლოს აპირებს საზღვარგარეთ წასვლას. ზოგადად მაინტერესებს ეს წელი როგორი იქნება მისთვის. და თუ კარგი თვია იქნება, რომ ამ თვეში წავიდეთ საზღვარგარეთ. კი ბატონო, მოგახსენებთ, დავიწყოთ იქედა, რომ ლომისთვის კი პერიოდი ნამდვილად არ არის ცუდი, ფარველი ანგელოზი ახლა ლომის ზოდიაკოს ნიშანს გადის, ამიტომ შესაძლებლობები ექნება და უმეტოდ ისიც, რომ უცხოეთი საერთოდ წელს კარგია და შესაძლებლობებიც საკმაოდ კარგი ექნება და აქ მოდით აღნიშნოთ ახლა უკვე ზონები, რომელია მისთვის უფრო მეტად სასიკეთო და უფრო მეტად, ასე ვთქვათ, ამ ხრივ უფრო მეტად წარმატებული. ნუ პირველ რიგში მოდით აღნიშნოთ ზონა, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 21 მარტიდან 21 აპრილამდე. ეს პირველი და ძალიან ისეთი კარგი ზონა იქნება. მეორე ზონა იქნება 21 მაისიდან 21 ივნისამდე. მესამე იქნება, ასე ვთქვათ, 23 ივლისის შემდგომ 23 აგვისტომდე. ნუ აი ეს პირველ რიგში აი ეს თარიღები ყურადღების, ასე ვთქვათ, ცენტრში იყოს, იმიტომ რომ კარგი იქნება თუ აი ამ პერიოდებში შეძლებს გასვლას, მაგრამ თუ დავუშვათ ეხლა უნდა უახლოეს პერიოდში, მაშინ მოდით ეხლა ასე ვთქვათ, აი ეხლა უკვე 25 იანვრიდან 20 თებერვლამდე.
აი ამ პერიოდსაც შედარებით არ აუშვებს, მაგრამ ეს ნაკლებად არის მაინც ეფექტური, ვიდრე ის თვეები, რომელიც მე ახლა გითხრათ. უბრალოდ თუ საჩქაროა და ეხლა უნდა აუცილებლად მაინდა-მაინც გავიდეს, მაშინ ისევ ეს, მაგრამ თუ არა და იცდის დრო, მაშინ 21 მარტიდან, კი ბატონო, აი 21 მარტიდან 21 აპრილამდე. აი ამ პერიოდში გამოიყენოს ოზონა, იმიტომ რომ ენერგოტონუსიც მაღალია, იმუნიტეტიც მაღალი იქნება, იღბლიანობის ტენდენციაც მატულობს და იქნება ძალიან კარგი თუ აი ამ პერიოდში დაამტყობს გასვლას. კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გამარჯობა. გამარჯობათ. იცით რა, მე ვარ ღრიანკალი და მაინტერესებს ეს ალო. დიახ, მესმის ღრიანკალი. იცით რა, მე ვარ ღრიანკალი და მაინტერესებს ეს წელი ჩემთვის როგორი იქნება. წელიც მითხარით, დაბადების წლით ვინ ხართ? 1964 დრაკონი, გასაგებია. კი ბატონო, ჩემო კარგო ღრიანკალო, ანუ მორიელო სხვანაირად რო ვთქვათ, თანამედროვეენით, ღრიანკალი უფრო ძველ ქართულია, კი ბატონო, არაფერს საწინააღმდეგო არ მაქვს. მე მინდა გითხრათ, რომ ერთი დავიწყო დრაკონიდან. დრაკონი გამოცოცხლდება წელს, ვერ ვიტყვი რომ იდეალური წელიწადი აქ არა, მაგრამ გამოცოცხლდება, ესე იგი ბოლო სადღაც 1-2 წელიწადი ისე რა ვერ იყო მაინდა-მაინც ვთვლათ ინფორმაში როგორც უნდა იყოს, იმიტომ დრაკონი ერთ-ერთი უძლიერესი აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშანია. და ფაქტობრივად სინონიმია ლომისა დასავლური კალენდრიდან. საუკეთესო ორგანიზატორი, აქტიური, ენერგიული და ეს წელიწადი უფრო მეტად მოგცემს გამოცოცხლების საკუთარი შესაძლებლობების მეტად გამოვლენის შესაძლებლობას. და რაც შეეხება მორიელისთვის შეიძლება ისეთი ეფექტური არ იყოს დაუშვათ ეს წელიწადი როგორც აი 2018-ის განსაკუთრებით მეორე ნახევარი, მაგრამ მთლიანობაში მაინც ასკეთოა. ამიტომ ხუთხილიანი სისტემით მე შევაფასებდი 4-იანზე ამ წელიწადს. შანსები გექნებათ, შესაძლებლობები გექნებათ, თავარი გამოიყენოთ და თუ გექნებათ კიდევ საშუალება უცხოეთთან აქტიური კონტაქტებისა, კიდევ უკეთესი. სხვა შორის ახლა დრაკონთან დაკავშირებით გამახსენდა, მე ხშირად მეკეთია დრაკონის გამოსახულების მქონე თქვათ, თქვენ გინახეთ ბეჭდები ეს და მიყვარს საერთოდ და სხვა გამოსახულება, ერთ-ერთი არის დრაკონი. და ხშირად უკითხავთ ხოლმე, რომ აი რა არის ეს, რატო მაქვს ეს გამოსახულება, რისია და შემდგომ. დრაკონი აღმოსავლურ ზოდიაქოებს ნიშნავს და ფენშუის პრინციპიდან გამომდინარე არის საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო დამცავი საშუალება გარე თვალისგან, გარე ნეგატიური ენერგიებისგან და ასე შემდგომ. იმიტომ რადგან მე მიხდება ურთიერთობა უამრავ ადამიანთან, უამრავ თვალთან, მithumetes ტელევიზიის მეშვეობით და შემდგომ, დამცავი ასე ვთქვათ ამულეტები საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულად ყოველთვის მქონდეს. ამიტომ ერთ-ერთი საშუალება არის სწორედ დრაკონის გამოსახულება, ამიტომ დრაკონი მეორე აღმოსავლეთში ეს არა მარტო სიძლიერის, არამედ ორგანიზატორული მონაცემების და დიდი პოტენციალის მატარებელი, არამედ მისი სიმბოლო ერთ-ერთი საუკეთესო დამცავი საშუალება გარე ნეგატიური ენერგიებისა და ცუდი თვალისაგან. ესეც უბრალოდ ცნობისთვის რომ იცოდეთ. კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გისმენთ. მადლობთ, იცოცხლეთ. იცოცხლეთ, გისმენთ, ჩემო კარგო. აი, კითხვა მაქვს ესეთი, ბიჭი, ბაჟი, ბაჟი არის 1991 წლის 1 აპრილით დაბადებული. მაინტერესებს ბიზნესში მისის როგორი იქნება ამ წელიწადში და ქორწინება როგორი იქნება, ვისთან აპირებს დაქორწინებას? 96-ში. არა, რომელ ნიშანთან დასავლური კალენდრით? თვითონ ვერძია. ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ზოგადად როგორი იქნება. აჰა, კი ბატონო, ზოგადად მოგახსენებთ. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ეს წელიწადი კარგია, ვერძი ერთ-ერთი ფავორიტია და სამეულში შედის, 1 აპრილის სწორედ ვერძის ზოდიაქოა, სამეულში შედის ფავორიტებისა. ამიტომ შესაძლებლობები აშკარად იქნება კარგი, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ რადგან ტახის წელიწადია, ტახი ხელს უწყობს სტაბილურ ქორწინებას, ხელს უწყობს გამრავლებას, სხვა შორის და ამისთვისაც კარგია, სასქესო ურთიერთობებისთვის საკმაოდ კარგი წელიწადია. ამიტომ საქორწინო კუთხითაც კი ბატონო, მისაღებია, მithumetes ვერძისთვის კარგია ამ მხრივ პერსპექტივებიც არის. მაგრამ ესე იგი უნდა გაითვალისწინოს, ესე იგი მე ხა ზოგადად რო გითხრათ ვერძისთვის ვინ არის კარგი ცუდი, მე არ მინდა რომ მე რაღაც პრობლემა შეიქმნას. ამიტომ კარგი იქნება თუ თქვენ გექნებათ პირადი ჰოროსკოპი,
თქვენი ვაჟისა და გეცოდინებათ ზუსტად რომელი პარტნიორია მისთვის კარგი და რომელი ცუდი და არა მარტო მოწონებაზე იყოს ეს აგებული ხშირად ესეა სამწუხაროდ. კი სიყვარული რასაკვირველია კარგია, მაგრამ ძალიან ბევრი წყვილი მინახავს ესეთი, რომელიც თავიდან ძალიან შეყვარებულია, ჭკუას ანთხებს ერთმანეთზე და შემდგომ უცებ როცა ვარდებიან ასე ვთქვათ, შეულებრივ ცხოვრებისულ სიტუაციაში, სადაც საჭიროა იქ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტა და სირთულეების გადალახვა, აქ უკვე ის სიყვარული სადღაც ქრება და სიმპათია და უკვე აქ მოდი თქვათ ასე, მათი ერთიანობის პრინციპები გამოდის წინაპლანზე, კოსმო-ბიო ერთიანობის პრინციპები. რამდენად ასე ვთქვათ, მათი ფსიქოტიპი მიესადაგება ერთმანეთს და ეს ძალიან ხშირად ხდება, იმიტომ რომ გინდათ არ გინდათ კი, სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაკვირველია ის წყვილი, რომელიც ბოლომდე გაიტანს სიყვარულს და ამაზე აგებს, ურთიერთობებს ის რასაკვირველია უფრო მდგრადია და უფრო მეტად ადვილად გადაიტანს ნებისმიერ სირთულეს, მაგრამ ხშირად ახალგაზრდობაში ეს მომენტია, რომ სიყვარული იმდენად არ არის, ამდენად სიმპათია და მოწონება უფრო მეტად ამას ურევენ ხშირად სიყვარულში. და შემდგომ უკვე, როცა პრობლემები ჩნდება საყოფაცხოვრებო, აქ უკვე ზოგჯერ გადაარჩენს მათ ბიოკოსმო ერთიანობა ფსიქოტიპისა და ეს ეხმარებათ ერთიანი სისტემიდან გამომდინარე აზროვნებისა გადალახვაში პრობლემისა, მაგრამ თუ ეს არ არის, მაგალითად აი ვერძმა მოიყვანა თხიცქა. არანაირი საერთოდ ემოციური ერთიანობა აქ თითქმის არ არის და პირიქით ანტაგონისტები არიან. რთული ცხოვრებისეული სიტუაციების დროს აი ეს მათი ურთიერთ ანტაგონიზმი ჩანს განსაკუთრებით ნეგატიურ თავს. და ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორი პარტნიორის არჩევა მოხდეს. ეს ჩემი თხოვნა, მაგრამ რაც შეეხება ზოგადად კითხვას რომ ქორწინებისთვის წელიწადი კარგია და ეღვლიანობის კუთხითაც ვერძისთვის კარგია. უდავოდ. ეხლა კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ ეთერში ხართ. გისმენთ, ბრძანეთ. ალბათ შემოვა ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რაღაც ტექნიკური ხარვეზები, ან რატომაც მაყურებელი ვერ შემოდის, რეკავს, მაგრამ არის ესეთი რაღაცა, ეგ არაფერი. ყოველ შემთხვევაში ეს აი კითხვა რომ ის იყო ტელემაყურებელი ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვა მინდა დაუსვათ. გისმენთ, ბრძანეთ ეთერში ხართ. გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ეთერში ხართ, ბრძანეთ. დიახ, ის ბატონო მიხეილ, არა საუბრობს და. არა, მე საუბრობ თქვენთან უკვე. გისმენთ. დიახ, ბატონო მიხეილ, რამდენიმე წლის წინ ჟურნალ ზოდიაქოში იყო რამდენიმე წლის წინ ეს ჟურნალ ზოდიაქოს რეგულარულად ყიდულობ ყოველწლიურს. ყიდულობდი. ხო და ეს რა ქვია, იყო იქ აი ესეთი პატარა ჩამონათვალი, შავი მთვარის მდებარეობა დაბადების დროს ზოდიაქოში, ის რა ქვია, დაბადებული ლომი. დიახ. ხო და ეს რა ქვია, იქ ეწერა რომ ის არის შავი მთვარე დაბადების მომენტში იყო კირჩხებში, იმაში რა ქვია, დილეც, როგორ არის? კუროში. დიახ. ხო და აი ახლა რო თქვენ წიგნი გამოუშვით, ის შევიდინე, გესმით და მაინც მაინტერესებდა, იმიტომ რომ შვილი შვილზე ჩემზე და ეს ოჯახის წევრებზე. ეხლა რო დავინახე ის რა ქვია, რო გავთვალე. სხვაგან აღმოჩნდა? თევზებში. და როგორ შეიძლება ესე იყოს? არ შეიძლება. სადღაც არის შეცდომა დაშვებული, უფრო ალბათ ჟურნალ ჰოროსკოპში, არა ზოდიაქოში, ზოდიაქო ესეთი ჟურნალი არ გამოდიოდა. ეხაც გამოდის ჟურნალი ჰოროსკოპი პლუს რევიუ. მინდა გითხრათ, შემოკარგებო რომ არის ხოლმე ესეთი შეცდომები სამწუხაროდ, იმიტომ რომ აი კომპიუტერული პროგრამით როცა ხდება ჩაწერა, ზოგჯერ აი თვითონ ეს კომპიუტერთან მჯდომი პიროვნება უშვებს შეცდომებს, მე თვითონ როცა იქ ბევრი თარიღებია ჩასაწერი, აი ამ წლამდე დაბადებულისთვის, ხო? აი ესეთი რაღაცა ხდება. ეხლა ყოველ შემთხვევაში, აი ეხლა დავეფუძნოთ მოდით იმას, რაც ეხლა არის აი პატარა ბროშურაში გამოშვებული, იმიტომ რომ აქ არ არის თითქმის შეცდომები. შეიძლება კიდე რაღაც 1-2 გაიპაროს, მაგრამ მე რასაც გადავხედე, არ ჩანს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ აი ჟურნალ ჰოროსკოპში ადრე იყო შეცდომები, რედაქტორიც სხვა იყო, მინდა გითხრათ და ამიტომ იყო ცოტა ასე ვთქვათ უყურადღებობა, რასაც მე მქონდა არაერთხელ მითითებები და ამ შემდგომ იმედია რომ ბოლო წლებში ცოტა გამოასწორეს უკვე ბოლო პერიოდში უფრო სწორად, მაგრამ იყო ესეთი რამ, მე უფრო მეტად მინდა რომ დაეფუძნოთ ამ ჟურნალ ბროშურას, რომელიც ახლა არის ჰოროსკოპი გამოსული და იქ არის აღნიშნული შავი მთვარის პოზიცია. უფრო ამას დაეფუძნოთ და კიდევ უკეთესი იქნება რომ გააკეთოთ პირადი ჰოროსკოპი, სადაც გეკნებათ უკვე 100%-იანი
ასე ვთქვათ, ინფორმაცია მაგის შესახებ. თუ სად არის ნამდვილად შემთვარე, სად არის თეთრი მთვარე, რა კოსმიური მისია გაქვს და ასე შემდგომ. ბატონო მიხეილ, კიდევ ერთი რამ. ის არის აი ეს რა ქვია, გილიეც რომ არის, ხო? 75 ხო, კუროში რომ არის 75-იანია, თანაც ლომია და ზუსტად შეესაბამება მისი აი რაც იქ წერია. ზუსტად იმითი რომ არის დანაპარტავანი, არის ეგოისტი, არის მოთამაშე, რაც აი განადგურებულები ვართ მის ხელში. აი აბსოლუტურად სულ ყველაფერი ზუსტად არის, აი სულ ყველაფერი ზუსტად. თევზები, როგორც კი მე ვნახე, აქვე ბროშურაში არის მითითებული ეს რა ქვია, დახასიათება მათი. სულ არ შეესაბამება. ხო და ამიტომ ვფიქრობ, როგორ შეიძლება და შედ უნდა მოვიდე თქვენთან და მაინც შევიდე. ამიტომ გეუბნებით, მობრძანდით ჩემთან, იმიტომ რომ ხშირად რედაქციები სამწუხაროდ შეცდომებს უშვებენ. მე ვაძლევ ერთ ინფორმაციას და მე კომპიუტერული გადაბეჭდვის დროს რაღაც თარიღებზე ხდება აღრევა და ნუ მე იქის რომ დაიბეჭდება როგორ გინდათ ახლა მე ის გამოსწოროთ და ასე შემდგომ და ეს მომენტი არის, ამიტომ გავაკეთოთ პირადი ჰოროსკოპი, ვნახოთ ზუსტად რა არის, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ თევზებში როცა ხდება შავი მთვარე, იმ ადამიანს ყველაფერი ერევა, მათ შორის შეიძლება აზარტულიც გახდეს, ალკოჰოლსაც დაეწაფოს, ნარკოტიკსაც და ასე შემდგომ. ყოველ შემთხვევაში თუ ამ პიროვნებას აქვს, როგორც თქვენ ამბობთ, განსაკუთრებული ტოლო აზარტული თამაშებისადმი და ასე შემდგომ, ამ შემთხვევაში ალბათ მე მიმაჩნია, რომ ცუდი არ იქნება თუ მიმართოთ ბატონ ტარიელ ბიბილურს. ოღონდ თუ ამ პიროვნებას თვითონ უნდა რომ განთავისუფლდეს. ტარიელ ბიბილური მოხსენება სუჯოქ თერაპიის ოსტატია, რომელიც ახლა ჩამოვიდა გერმანიიდან. და ძალიან სერიოზული ვიზიტი ქონდა გერმანიაში და ძალიან ბევრ ადამიანს უმკურნალა, მათ შორის ჩვენს თანამემამულეებს გერმანიაში. და იცით რომ იგი მკურნალობს ყავდა მე აქ სტუდიაში არაერთხელ. მკურნალობს როგორც ნარკო, ასევე ვთქვათ, ალკოჰოლ დამოკიდებულებას, ასევე აზარტულ დამოკიდებულებისადმი ადამიანებს. ოღონდ ერთი პირობა აქვს ბატონ ტარიელს, რომ იმ პიროვნებას ასევე უნდოდეს თვითონ განთავისუფლება ამ ზედმეტი ნეგატიური ტენდენციებისგან. თუ მას არ უნდა ეს გაცილებით უფრო რთულდება. ამიტომ თუ მას სურს, კი ბატონო, მაშინ აი ბატონ ტარიელთან ურთიერთობა განთავისუფლებს მას ამ დამოკიდებულებისადმი, რომელიც მას აქვს შეიძლება აზარტისადმი, რაღაც სხვა სფეროებისადმი. ყველა სახისას თქვა დამოკიდებულებისადმი განთავისუფლების შესაძლებლობა არის, ოღონდ უბრალოდ თვითონ იმ პიროვნებას უნდა უნდოდეს ეს. კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან გთხოვთ, თუ იქნებ მიპასუხოთ, ქალიშვილი დაბადებულია გველის წელში, ლომი, ექიმია პროფესიით და ვაჟი დაბადებულია ცხენის წელში დაბადებული ქალწული. ის კავშირგაბმულობის სპეციალისტია. ორივე მუშაობს, მაგრამ არ ეხსნებათ ბედი. ანუ ბედის გახსნას რას გულისხმობთ? შეუღლებულები არ არიან თუ რა ხდება? დაოჯახების მხრივ ორივე შესანიშნავი გარეგნობის არიან, კარგი ადამიანები, კარგი სამეგობრო, კარგი სპეციალისტები, მაგრამ არაფრით არ იხსნება მათი ბედი პირადი ცხოვრების, დაოჯახების. ნუ იმედი ვიქონიოთ, რომ მაგალითად ქალწულს წელს უფრო მეტი აქვს შანსი, რომ გაეხსნას ბედი, უკვე სადღაც მარტიდან ფარველი ანგელოზის ელენა გადავა მათ ზოდიაქოს ნიშანში წლის ბოლომდე, ამიტომ რაღაც დადებითი შესაძლებლობები ამ კუთხით იქნება გარკვეულწილად სასიკეთო, მაგრამ მოდით ახლა მეორე მომენტი აქვს ახლა არ ეხსნება ნიშნავს იმას, რომ მაგ არის რამდენიმე ფაქტორი და უმთავრესი ფაქტორი რა არის? ენერგოდაბინძურება იმ მერიდიანისა, რომელიც მართავს დაუშვათ პირად ურთიერთობას. თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენ მქონდა საუბარი, რომ ადამიანს მართავს 12 არხი მერიდიანი, რომელიც მის აურაშია, უცვლელი ჯერობრივი თვალი ამას ვერ ხედავს, ასე ვთქვი, მაგრამ ექსტრასენსორული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანები ხედავენ აურას და მასში შემოვალ არხებს. ამ არხებს აქვს მე და გითხრათ თავისი ნათება. ანუ აქ როცა ნათელი კოსმიური ენერგია შედის, ესაც ძალიან კარგად ჩანს და მაშინ ამ ადამიანს აწყობილი. კაი შეიძლება მაგალითად კონდეს კარიერა კარგად აწყობილი, მაგრამ პირადი ურთიერთობა დახშული. რატო? ის არხი, რომელიც განაგებს კარიერას, იქ ნათელი ენერგია გადის და დაბინძურებული არ არის, მაგრამ პირადი ურთიერთობების არხში დაბინძურება შეიძლება მოხდეს დაუშვათ საგვარეულო წყევლიზე გავლენის შედეგად, შავი მაგიზე გავლენის შედეგად, ან ცუდი თვალის აღების შედეგად და შემდგომ, ხო? აი, სად მოხდა ის ცუდი თვალის ენერგია დაუშვათ? კარიულს
სფეროში თუ დაბინძურებაში, ან თუ გაკეთებული იყო, რაზე იყო გაკეთებული. ამის მიხედვით ხდება ამ არხის დახურვა. ეგ ნათელი ენერგია ამ არხში ვეღარ ადის და შესაბამისად ადამიანს შეიძლება სხვა სფერო ნორმალური აქვს, ჯანმრთელობა ნორმალური, კარიერა ნორმალური, მაგრამ პირადი ურთიერთობა დახშული. ამიტომ აქედან გამომდინარე, ესე იგი აქ საჭიროა რა აუცილებლად ხარასკოლა პირადი ჰოროსკოპი ყველაზე კარგია, იმიტომ რომ ყველაზე ზუსტ პასუხს მაძლევს, მაგრამ აი ზოგადი ინფორმაციიდან უკვე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად იქნება ორივე გასასუფთავებელი, გასუფთავებას მე უწოდებ რას გამოლოცვის პრინციპის გამოყენებას. მათ შორის კვეთებული საეკლესიო ლოცვის ჩატარება ეს ერთი, რომლითაც უნდა მოხდეს აი ამ სწორედ ენერგო არხიდან იმუარყოფით ენერგიის გამოძევება, აი ამ სწორედ სასიკეთო მათ შორის ლახვრის ლოცვებით და აქედან გამოძევება ხდება ამ ენერგიისა და უკვე ნათელი ენერგია როგორც კი შეაღწევს შიგნით ამ ადამიანს უფრო მეტად დაეწყება ბედის გახსნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ეს ერთი. და დაბინძურების სამი ფაქტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ეს არის აუამრავი ფაქტორები, მაგრამ სამი ძირითადი. პირველი ეს არის, ესე იგი, გარე დაბინძურება, რომელიც შეიძლება მოდიოდეს ან მეგობრის ცუდი თვალიდან, ან დავუშვათ რომელიღაც მეზობლის ცუდი თვალიდან, ან კოლეგის ცუდი თვალიდან, ან შეიძლება საგვარეულო წყევლა იყოს, შავმაგიური ზეგავლენა იყოს, ამას ჩვენ ესე იგი ვასუფთავებთ გამოლოცვით. კი ბატონო, ეს ერთი, მაგრამ არის მეორე მომენტი, ადამიანი აბინძურებს ასევე თავის მერიდიანებს ყოველდღიური უკონტროლო თავისი უარყოფითი სიტყვით, მოქმედებით, აზრით, ემოციით, ბილსიტყვაობით, შიშებით და ასე შემდგომ, ხო? აქაც აუცილებლად საჭიროა მეორე მუშაობა საკუთარ უარყოფითი თვისებების აღმოფხვრაზე. ეს მხოლოდ იმ ადამიანის პრეროგატივაა, სხვა აქ უკვე არავინ არ შორის. ამას ეს მეორე, რაც მეტად კონტროლ ქვეშ მოაქცევთ ამას, მით უფრო მეტად თქვენს უარყოფით თვისებას, მით უფრო მეტად ხელს შეუწყობთ გასუფთავებას ამ არხისა და მესამე. კი ბატონო, აი მქონდა ესეთი შემთხვევები და არაერთი კი გავწმინდეთ, გამოილოცა ადამიანმა დიდი კონტროლი დაუწესა უარყოფით თვისებებს, ამ ხრივაც ხელი შეეწყო ამ პროცესს, მაგრამ ამ დროს რაღაცა გვიშლის, რა არის რაღაცა და ვარკვევთ, რომ თურმე ფენშუის პრინციპი ძინავს ძალიან ცუდ გეოპათოგენურ ზონაში საკუთარ სახლში და ხდება ყოველ ღამე ამ გასუფთავებული სულის ისევ დაბინძურება გეოპათოგენური ენერგიებით. ამიტომ ეს სამი ფაქტორი ყოველთვის უნდა იყოს წინა პლანზე წამოწეული. ესე იგი, გარე გამოლოცვა საეკლესიო, მეორე შიდა კონტროლი უარყოფით თვისებებზე მუდმივი და მესამე გათვალისწინება ფენშუის პარამეტრების, ანუ რომელ ენერგოზონაში ძინავს ამ ადამიანს, იმიტომ რომ ძინავს ახლა 7 საათი, 8 საათი საკმაოდ დიდი დროა, რომ სერიოზული დაბინძურება მოყვეს ამას. თან ყოველ ღამე, ხო? ხდება ეს ამბავი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფენშუის სპეციალისტმა იმუშაოს, ვნახოთ რა ზონაშია, იქნებ ის ზონა შევცვალოთ, ან გავანეტრალოთ რაღაც სიმბოლიკის მეშვეობით, რომ ეს მესამე ფაქტორიც მოხსნა დაბინძურების. აი როცა ეს სამი ფაქტორი მოიხსნება, გარწმუნებთ, იმ მერიდიანებში შევა ნათელი ენერგია და ის ბედი აუცილებლად გაიხსნება. აი ეს ჩემი რჩევა ამასთან დაკავშირებით. კიდე ყავს მე მგონი ტელემაყურებელი, გამარჯობათ, გისმენთ, ბრძანეთ, ეთერში ხართ. ალი, მაინტერესებს გილოცავთ ახალ წელს. თქვენც ასევე, მადლობთ. ერისის გოგოარის შვილი 95 წელში დაბადებული 28 ნოემბერს და უწევს ახლა თებერვალში წასვლა საზღვარგარეთ და მაინტერესებს როგორი იქნება მისი კი ბატონო, პარამეტრები კარგია ხა თქვენ რაც გითხარით, კი ბატონო, მშვილდოსანია, მშვილდოსთვის ყველაზე კარგი ალბათ უცხოეთი წელს ეს ერთი და თებერვალი ხა მე მართალი არ გითქვიათ რომელი თებერვალია, მაგრამ ნუ მოდით ასე ვთქვათ, ფაქტობრივად პირველი თებერვლიდან პერიოდი კარგია, ხსნილია. ფაქტობრივად, ამიტომ ენერგო ველიც დედამიწისა კარგია, გადადის დადებით ენერგო ველში, ახლა უარყოფითში ვართ და ხედავთ ეს კატაკლიზმები, რომელიც ახლა არის, ეს თებერვალში ნაკლებად იქნება, იმიტომ რომ შედარებით უფრო დამშვიდდება დედამიწის ენერგო ველი, ამიტომ კი ბატონო, მე ვერაფერს ახლა ცუც ვერ ხედავ, შანსები ექნება. რამდენიც მე მახსოვს, ესე იგი 95 უნდა იყოს ტახის წელიწადი. წელიწადიც კიდევ უკეთესია, ესე 5 თებერვლიდან კიდევ იწყება ტახის წელიწადი ზუსტად, ეს დამატებითი ფაქტორი სასიკეთო, დამშვილდოსანია, თან უცხოეთია, კი ბატონო, ძალიან კარგია. ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც მე მინდა ყველამ გაითვალისწინოს, ვინც აპირებს უცხოეთში წასვლას. სად მიდიხართ, ჩემო კარგებო, რომელ ქვეყანაში?
ეხლა გასაგებია რომ ვის რა საშუალება აქვს ზოგს იქ მეგობარი ყავს ზოგი ნაცნობი ყავს და ამის და მიხედვით მიდიან მაგრამ ღმერთმა ქნას რომ გაგიმართლოთ და მოხვდეთ ისეთ ქვეყანაში რომელიც თქვენთვის წარმატებულია მაგრამ კი შეიძლება თქვენი მეგობარი გადასარევად მოეწყო იქ მაგრამ თქვენ ჩახვიდეთ და ისე ვერ აწყოთ ცხოვრება რატომ იმიტომ რომ მეგობრისთვის ის ქვეყანა კარგია თქვენთვის ნაკლებად მიხოთ იმიტომ რომ ზოგადად უცხოეთი კარგია მაგრამ ამის გათვალისწინება კარგია და გავითვალისწინოთ მეორე ფაქტორი აი პირადი ჰოროსკოპი სწორედ ამას გვაძლევს ხშირად მე მივუთითება რომელი ქვეყანაა კარგი რომელი საშუალო და რომელი ცუდი აი ესეც გავითვალისწინოთ თუ გვაქვს საშუალება წავიდეთ იმ ქვეყანაში რომელიც ნამდვილად კარგია და ყველაზე მეტი წარმატების მომტანი რომ არ ვიწვალოთ იმ ქვეყანაში რომელიც ნაკლებად წარმატებულია და მე ასე ყველა ეგ წახვალთ იმ წარმატებას ვერ მეახცევთ რის იმედი ქონდა და მე ვიტყვით რომ აი საგარეულმა არასწორი ინფორმაცია მოგვაწოდა აი ეს რომ არ მოხდეს ამიტომ ყველა ეს დეტალი გავითვალისწინოთ რომ ამ ინფორმაციას წყალი არ გაუვიდეს და იყოთ წარმატებული კიდევ ყავს მე მგონი ტელემაყურებელი ეთერში თუ ყავს შემოვიყვანოთ გამარჯობათ გისმენთ ბრძანეთ კითხვა მაქვს ასეთი რამდენად წარმატებული იქნება ქორწინება ანუ ზოდიაქოთი ვაჟი არის 95 წელში ტახი არის ტახი არის 20 ოქტომბერს დაბადებული და ქალიშვილი არის 97 წლის 2 სექტემბერს დაბადებული და რამდენად წარმატებული იქნება მათი ქორწინება რომ აჰა სასწორი და ესე იგი ქალწული პირველ რიგში კი ბატონო აქ განსხვავება 2 წელი გვაქვს 2 წელი ნამდვილად არ არის ცუდი კარგია მოდით ესე ვთქვათ ეს შეუძლება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით რაც შეეხება ახლა დასავლურ კალენდრებს აქ ცოტა მეტი სირთულეებია იმიტომ რომ ერთი არის ქალწული მეორე სასწორი სასწორი უფრო თავისუფლების მოყვარია და შინაგანად ცოტა მერყევი და სულსტრაფი ქალწული პირიქით ძალიან ვთქვათ ყაირათიანი ძალიან მომთმენი ყოველთვის იცის რა უნდა და როგორ უნდა პედანტი მოდით ვთქვათ ასე წრომანებზე ჩაძიების დიდი მოყვარული ჩარჩოებში ხშირად რასაც სასწორი კატეგორიად ვერ იტანს ამიტომ დასავლური კალენდრიდან გამომდინარე რო ვთქვა რომ კარგი ურთიერთობა თქმულია მაგრამ რო ვთქვა რომ ცუდი ურთიერთობა ესეც არ არის ისე რა საშუალო ანუ მოდით ვთქვათ ასე ესე იგი აღმოსავლური კალენდრიდან ჩვენ გვაქვს ასეთი ურთიერთობა ხუთქვილიანი სისტემით 4-იანზე ანუ ზოგადად კარგი უნდა არ გადასარევი მაგრამ კარგი დასავლური კალენდრიდან გვაქვს საშუალო მოდით ვთქვათ 3-იანზე ესე იგი თუ შევაჯერებთ ერთს მეორესთან ვიტყოდი ესე 3 ნახევარზე არის შანსი იმისა რომ ეს ურთიერთობა 3 ნახევარ ქულაზე ავიდეს ნუ მეტნაკლებად იყოს სტაბილური თუმცა ზოგჯერ იქნება რაღაც ანტაგონიზმიც იმიტომ რომ სასწორი და ქალწული ცოტა ანტაგონისტურ მდგომარეობაში ვარდებიან ზოგჯერ იქნება კარგი ურთიერთობა იმიტომ რომ აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნები უფრო ჰარმონიულ ელფერს შეაძენენ დროდადრო ამ ურთიერთობას და ამ ხრივ ესე იგი სასიკეთო ტენდენციების გვექნება ნუ ზოგადად 3 ნახევარ ქულად შეიძლება შევაფასოთ მე მგონი კიდევ ყავს ტელემაყურებელი თუ ყავს აბა შემოვიყვანოთ მაშინ ეთერში ალბათ ერთ-ერთი ბოლო იქნება იმიტომ რომ ჩვენი დრო იწურება გისმენთ გამარჯობათ ბრძანეთ ალო გისმენთ გამარჯობათ გამარჯობათ მიხეილ გილოცავთ ყველაფერს ერთად თქვენს გილოცავთ დიდი მადლობა ბატონო მიხეილ ვარ 1973 წელს დაბადებული კირჩხები ხარის წელში დაბადებული და მაინტერესებს ჩემი კოსმიური მისია როგორი იქნება ჩემი წელი და ერთი კითხვაც მაქვს თუ შეიძლება რამ წერს იცით აი ვინც რას დაიწუწუნებს ანუ რას ტკივა ყველაფერი მემართება მე თქონს სერიოზულად მემართება ასე რომ ხან სამავთყოფოში ვხვდები ოპერაციაც გავეკეთე აი ესეთი რაღაცები და აი რითი შეიძლება რომ თავი დავიცვა იმიტომ თითქმის გავწყვიტე მეზობლებთან ურთიერთობა მაგის გამო გავწყვიტე როგორ არ მიჩხუბნე და არაფერი უბრალოდ აღარ მაქვს სურვილი ვინმეს მოვხსნინო ასაგები დიახ და აი რა მეშველება აი ეს მაინტერესებს არა ყველაფერი გვეშველება ხო უბრალოდ სწორად უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში დავიწყოთ იმით რომ ეს წელიწადი უკეთესია წინა წელთან შედარებით და უფრო გამოცოცხლებით მე თვითონ ეს ხარი მეგობრობს ტახტთან და ამიტომ ესეც მოგცემ დამატებით ფაქტორებს სასიკეთო ცვლილებებისა მაგრამ ის რაც თქვენ თქვით აი ძალიან მნიშვნელოვანია რატო იმიტომ რომ ესე იგი თქვენ ადვილად იღებთ ხვის ინფორმაციას და ადვილად შემოყავთ ეს ინფორმაცია თქვენს ენერგოველში ესე იგი იმდენად შტაბის ძლიერი უნარი გაქვთ თქვენ რომ აი რაღაცა გეუწუნებათ ადამიანი რაღაცას გეუბნებათ და ეს იმდენად აიბეჭდება თქვენს გონში რომ ის თავისუფლად შედის მერე თქვენს ენერგოინფორმაციულ ველში
და ჭედავს შიდა მერიდიანებს, აბინძურებს და ზუსტად გეუფლებათ ეს მდგომარეობა და ეს ყველაფერი ასე თქვა ქმნის მათ შორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას. ეგ პირველი რაც აუცილებელია რა? არ მიიღოთ სხვისი პრობლემა თქვენზე. ის ამბობს ეს პრობლემა დაუტოვეთ, იმუშაოთ თქვენ თავთ. ახლა ეთქვით რომ არ ყოფნის ამის ნერვული სისტემა და შემდგომ რომ ეს დავაფიქსირო, ასე ვთქვათ, უკან გავაგდო ეს ინფორმაცია შემდგომ. მაშინ ივარჯიშეთ იოგა სისტემაში, მიარეთ თუნდაც ბატონ თამას თავაზდეს და შეგიძლიათ სხვა იოგა სისტემებზე. აუცილებლად იოგა სისტემას თუნდაც რიტმს მოგიწესრიგებთ, ნერვულ სისტემას გააძლიერებს. თქვენი აურა გადიდდება და ესე ადვილად ვერ შემოიყრება ეს სხვა, ასე ვთქვათ, ენერგო ნაგავი სხვა ადამიანისა თუ შეიძლება ესე ვთქვათ ჭყალებში და უფრო უკეთ დაუწესებთ კონტროლს საკუთარ ემოციას, საკუთარ ნებისყოფა გაიზრდება თქვენი. აქედან გამომდინარე თქვენ უკვე შეძლებთ კონტროლს ყველა სახის ნეგატიური რაც მოდის ახლა თქვენ გონიათ ჩემთან არ მოდის ნეგატიური მე რასაც ვისმენ დღის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის ის რომ მე ეს მივიღო და გულთან მივიტანო არ ერთ შემთხვევაში. გონის დონეზე ვიგებ და მე უკვე ვიცი რა უნდა დავეხმარო და უშუალოდ ახლა მე მესმის თქვენი. მე ხარ რომ შემოვიტანო თქვენი დარდი და გულთან შემოვიტანო იგივე დაემართება მეც. არა მე გონებრივად ამას ხარშა მომენტურად გეუბნებით ახლა პასუხს რა შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ თან დაცვა მაქვს შინაგანი რომ ეს მე არ მეკარება, ფარველი ანგელოზები მიცავენ, თავარანგელოზები მიცავენ, უღუნდ ეს ყველაფერი რჩება ისევ იმ პიროვნებას და ვინც ყვება, უბრუნებ მას უკან, ოღონდ თან უსურვებ რას კეთილდღეობას, წინსვლას, წარმატებას, რომ კარგად იყოს და თუ შემიძლია პრაქტიკული რაღაც პრაგმატული დახმარების ფაქტორი გაუზიარო, როგორც ახლა გიზიარებთ, ამას აუცილებლად გეტყვით. ამიტომ იოგა ვარჯიშები, ნერვული სისტემის გაძლიერება, დამცავი მინერალები, ამიტომ გააკეთოთ პირადი ჰოროსკოპი, რომ ეს ზუსტად გითხრათ, რომელი მინერალია თქვენი და რისგან დაგიცავთ და რატო ვატაროთ ის და იოგა ვარჯიშების მეშვეობით თქვენ შეძლებთ უკვე კონტროლს არ მიღებას ამ გარე ენერგიებისგან და არ გათავისებას. ამით დაიცავთ თავს და იქნებით უფრო მეტად წარმატებული. თუმცა თუ ამას დაემატება კვეთებული გამოლოცვის ჩატარება, იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ მაგ დიდი ეჭვი თქვენი აურა იმდენად დაბინძურებულია, რომ უკვე შესაბამისად დამცავი ძალებიც გაქვთ შესუსტებული. ამიტომ ესეც ხელს შეუწყობს გასუფთავებას აურისა, სულის ამოარყოფით ენერგიებისა, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტად აი ამ ნეგატიური ტენდენციებისაგან განთავისუფლებაში. მე გისურვებ წარმატებებს. მე ალბათ უკვე დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ საერთო დრო არ რჩება. ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ ყველას მინდა ძალიან გთხოვოთ, რაც შეიძლება ფრთხილად ყურადღებით გავიაროთ კვირა და ორშაბათი 20 და 21 იანვარი. მთვარის დაბნელების, სავსე მთვარეობის, მძიმე გეომაგნიტური დღეები, რათა ასე ვთქვათ, აქ არაფერი სერიოზული, მნიშვნელოვანი არავით არის საქმეების გარჩევა და ასე შემდგომ ეს არის რთული კოსმიური გამოცდის დღეები, რომელიც შვიდად გავიაროთ, ფრთხილად, რათა აქ რამე პრობლემები არ დაებეოთ, შესაბამისად არ დაუშვათ და ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს, შემდეგ პარასკევს თავისთავად გადაცემაში თქვენი დრო და ახლა კიდე მე შეხვდები კვირას, ახლა ამ კვირას გადაცემაში ვარსკვლავები გვამსტობენ. მე გისურვებ წარმატებებს, გემშვიდობებით, დიდი მადლობა ყურადღებისათვის, მომავალ შეხვედრამდე.